კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ მოამბეს 6 საათზე, მე მარიამ სეთურიძე ვარ, გამოშვებაში გინახავთ. სამხედრო ოპერაციის მეორე დღე ირანში ისრაელი თეირანის ცენტრს ბომბავს, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს ირანიც. უამინდობის შედეგები თბილისში უხმა ნალექმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში პრობლემები შექმნა. საკვირაო ქადაგება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია ხატთაყვანისცემას აღნიშნავს. ისრაელის სამხედრო ავიაცია თეირანის ცენტრს ბომბავს. მთავარი სამიზნე ირანის რეჟიმის ობიექტებია. ისრაელში აცხადებენ, რომ 28 თებერვალს სამხედრო საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევით ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და თეირანისკენ გზა გაიხსნეს. ირანის ხელისუფლებამ კი ოფიციალურად დაადასტურა სულიერი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის მკვლელობა, რომელიც ირანს 37 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. მის როლს ახლა დროებითი ხელმძღვანელობის საბჭო შეითავსებს, რომელსაც ალი რეზა არაფი უხელმძღვანელებს. სულიერ ლიდერთან ერთად დაღუპულია დაახლოებით 40-მდე ოფიციალური პირი. ირანის საპასუხო ზომებით იმუქრება. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. რა ვითარებაა სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს ახლო აღმოსავლეთში და როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები განვითარებულ პროცესებს. კივი ბარამიძე დეტალებით. ირანის წინააღმდეგ ისრაელის და შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციის მეორე დღეს სამხედრო იერიშების მთავარი სამიზნე ირანის დედაქალაქი თეირანი გახდა. იბომბება ირანის სამხედრო პოლიტიკური ხელმძღვანელობის ობიექტები, მათ შორის ბასიჯის ძალების შენობები. ესაა გასამხედროებული დაჯგუფება, რომელიც აქციების დროს გამოიყენება. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა ფართომასშტაბიანი შეტევით ჰაერში უპირატესობა მოიპოვეს და გზა გაიხსნეს თეირანისკენ. დღეს თეირანში 57 ადამიანის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ოპერაციის საწყის ეტაპზე ერთდროულად 200 სამხედრო თვითმფრინავით შეტევის დროს დაიბომბა ირანის სულიერი ლიდერის რეზიდენციაც. ირანის ხელისუფლებამ დღეს დილით დაადასტურა სულიერი ლიდერის მკვლელობა. აიათოლა ხამენეი ირანსა და მუსლიმურ უმას 27 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. სულიერ ლიდერთან ერთად დაახლოებით 40 ირანელი ოფიციალური პირი დაიღუპა. მათ შორის შეერარებული ძალების გენშტაბის უფროსი ამირ მუსავი, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი სარდარ პაკპური, თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელი ალი შამხანი და თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასერზადე. ეს არის ირანის მმართველი რგოლის უპრეცედენტო ზიანი. ირანის ხელისუფლების მონაცემებით საერთო ჯამში ქვეყანაში რამდენიმე ასეული ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 85 ქალაქ მინაბის გოგონათა სკოლაში. ჩვენ ამ მომენტებისთვის მოვემზადეთ და ყველა სცენარი დავგეგმეთ. გეგმები ჩვენი ძვირფასი იმამ ხამეინის მოწამეობრივი სიკვდილის შემდგომი პერიოდისთვისაც კი შედგენილია. და თქვენ ნახავთ, რომ ლიდერთა საბჭოს ჩამოყალიბებით წარმოუდგენელი ძალაუფლება და ერთიანობა ჩამოყალიბდება როგორც ოფიციალურ პირებს შორის, ასევე თავდაცვის ძალებში და ხალხს შორის. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ჩვენმა თავდაცვის ძალებმა ჯერჯერობით მხოლოდ თავიანთი შესაძლებლობების ნაწილი გამოიყენეს და ჩვენ მაინც გავასწორებთ ანგარიშს ამერიკელებთან და ისრაელთან. აქვე ძალიან ნათლად და ცალსახად ვეუბნები ტრამპს, ნეთანიაჰუს და მათ აგენტებსა და მარიონეტებს. ვიმეორებ, ვეუბნები ამ ორ ბინძურ კრიმინალს და მათ ყველა აგენტს. თქვენ გადაკვეთეთ ჩვენი წითელი ხაზი და ამისთვის ფასი უნდა გადაიხადოთ. მსხვერპლის რიცხვი გაიზარდა ისრაელში ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის შედეგად. ბეით-შემესში სარაკეტო თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. ისრაელის მედიის თანახმად რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა. კიდევ 23 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ისრაელის მედია ასევე წერს, რომ ირანული რაკეტის ქობინი იერუსალიმში ტაძრის მთიდან და დასავლეთის კედლიდან 9 კილომეტრში ჩამოვარდა. ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის შედეგად თელ-ავივში 28 ადამიანი დაშავდა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანის წინააღმდეგ ოპერაცია მოთმინებას მოითხოვს და გაგრძელება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება. ჩვენ შევქმნით პირობებს მამაცი ირანელი ხალხისათვის, რათა გათავისუფლდნენ ტირანიის ბორკილებისგან. ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ თქვენ, ირანის მოქალაქეებო, არ გაუშვათ ხელიდან ეს შესაძლებლობა. ეს არის თაობაში ერთხელ მოსახდენი შანსი. ნუ იჯდებით გულხელდაკრეფილები, რადგან მალე დადგება თქვენი დრო, როდესაც თქვენგან მოითხოვენ ქუჩებში მასობრივად გამოსვლას. ქუჩებში გამოსვლას, რათა დაასრულოთ დავალება და დაამხოთ საშინელებათა რეჟიმი, რომელიც თქვენს ცხოვრებას ამწარებს. შტატების ისრაელის და ირანის სამხედრო დაპირისპირების ზონაშია სპარსეთის ყურის ქვეყნებიც. დუბაიში დილიდან აფეთქებების ხმა ისმის. კვამლი შენიშნეს ჯებელ ალის პორტის ტერიტორიაზეც. მანამდე თავდასხმა მოხდა დუბაის საერთაშორისო აეროპორტზეც, რის შედეგად აეროპორტის 4 თანამშრომელი დაშავდა. კატარის თავდაცვის სამინისტრო კი აცხადებს, რომ ირანის მხრიდან შეტევა რაკეტებით და დრონებით განხორციელდა.
კატარის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ წარმატებით ჩაჭრა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გაშვებული რაკეტებისა და დრონების მრავალი ტალღა, რომლებიც კატარის ტერიტორიისკენ მიდიოდა. სამინისტრო ადასტურებს, რომ შეიარაღებულმა ძალებმა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ზედიზედ ტალღებად გაშვებული 65 ბალისტიკური რაკეტა და 12 დრონი დააფიქსირეს. თუმცა თავდასხმების ინტენსივობისა და მათი მრავალი მიმართულების გათვალისწინებით ორმა ბალისტიკურმა რაკეტამ კატარის ალ-უდეიდის ბაზას მიაღწია, ხოლო ერთმა დრონმა ადრეული შეტყობინების რადარებიდან ერთ-ერთი დაბომბა ადამიანური მსხვერპლის გარეშე. ირანის სულიერი ლიდერის მკვლელობას უკმაყოფილება მოჰყვა ირანის მეზობელ ქვეყნებში. პაკისტანის საპორტო ქალაქ კარაჩიში შეერთებული შტატების საკონსულოზე ირანის მხარდამჭერმა ასობით ადამიანმა შტურმის განხორციელებასა და დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მომხდარი შეტაკების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 20 კი დაშავდა. პარალელურად მომიტინგეებმა შეერთებული შტატების საელჩოში შეჭრა ბაღდადის ეგრეთ წოდებულ მწვანე ზონაშიც სცადეს. სამართალდამცავებმა 9-მცადენი გაზი გამოიყენეს. ირანის მოვლენებთან დაკავშირებით საფრანგეთმა, გერმანიამ და გაერთიანებულმა სამეფომ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ირანის მიერ სპარსეთის ყურეში განხორციელებული sapasxo დარტყმები დაგმეს და თეირანს გამოსავლის მოლაპარაკების გზით ძიებისკენ მოუწოდეს. პარალელურად კი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი აცხადებს, რომ ირანიდან 2 რაკეტა ისროლეს კვიპროსის მიმართულებითაც, სადაც ბრიტანეთის სამხედრო ბაზებია განთავსებული. მოვლენებს ეხმაურება ემანუელ მაკრონიც. საფრანგეთის ლიდერი აცხადებს, რომ შეერთებული შტატების და ისრაელის ერთობლივ სამხედრო ოპერაციაში საფრანგეთი ჩართული არ ყოფილა. ცხადია, ჩვენი პრიორიტეტი არის ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება ყველა იმ ქვეყანაში, რომელზეც ამჟამად თავდასხმა ხორციელდება. ვიმედოვნებ, ყველა საჭირო ნაბიჯს გადავდგამთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ დიპლომატიური მუშაობა თავის რიტმს დაუბრუნდეს. ჩვენ უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ საკითხების დიპლომატიური არხებით მოსაგვარებლად, რადგან არავის ჯერა, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური რაკეტების აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხი უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება. ირანის საკითხი განხილვის მთავარი თემა იყო გაეროში, სადაც უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა. გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამერიკასა და ისრაელის მხრიდან თავდასხმები შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომანის შუამავლობით გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების მესამე რაუნდის შემდეგ განხორციელდა. მზადება მიმდინარეობდა მომავალ კვირას ვენაში დაგეგმილი ტექნიკური მოლაპარაკებებისთვის, რასაც პოლიტიკური მოლაპარაკებების ახალი რაუნდი მოჰყვებოდა. ძალიან ვწუხვა, რომ დიპლომატიის ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. რეგიონს და მსოფლიოს გამოსავალი ახლავე სჭირდება. მოგიწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და ესკალაციისკენ. ალტერნატივა არის პოტენციურად უფრო ფართომასშტაბიანი კონფლიქტი, რაც მშვიდობიანი მოსახლეობისა და რეგიონული სტაბილურობისთვის სერიოზულ შედეგებს გამოიწვევს. ახლო აღმოსავლეთში ომი ჯერჯერობით გაურკვეველი დროით გრძელდება. შეერთებული შტატების და ირანის თავდასხმებს ირანმა შეერთებული შტატების სამხედრო ბაზებზე და ისრაელზე თავდასხმით უპასუხა მთელს რეგიონში. კონფლიქტმა იმოქმედა საჰაერო მიმოსვლაზე, მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე და შეაფერხა ნავთობის გადაზიდვები. მიმდინარე მოვლენების ფონზე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით აეროპორტები დახურულია. საჰაერო სივრცე დახურეს არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ისრაელმა, კატარმა, სირიამ, ირანმა, ერაყმა, ქუვეითმა და ბაჰრეინმა. ემირატების ავიახაზებმა დუბაიდან და დუბაიში ყველა რეისი მინიმუმ 1 მარტის შუა დღემდე შეაჩერა. კატარის ავიახაზების მონაცემებით კი კატარის აეროპორტი სულ მცირე 2 მარტამდე იქნება დაკეტილი. ჯამში ახლო აღმოსავლეთის მსხვილი ავიაკომპანიების მიერ გაუქმებულია 1800-ზე მეტი რეისი. ირანში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში. ხაზს უსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს იხელმძღვანელონ ოფიციალური მითითებებით და მიიღონ ყველა საჭირო ზომა საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. რეგიონის ქვეყნებში საქართველოს საელჩოები სრულად ფუნქციონირებენ და მზად არიან საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შესაბამისად გაუწიონ დახმარება. აცხადებენ უწყებაში. 21 რეისი გაუქმდა თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში. ტავ-ჯორჯიას ინფორმაციით, თბილისიდან ფრენა გაუქმდა თელ-ავივის, შარჟას, დუბაის, აბუ-დაბის, დოჰას და ქუვეითის მიმართულებებით. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში კი გაუქმებულია 4 რეისი, ყველა მათგანი თელ-ავივის მიმართულებით მიფრინავდა. აეროპორტის თანამშრომლების ინფორმაციით, რეისების აღდგენის დრო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.
ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობამ ისრაელსა და ირანში. ისრაელში საქართველოს საელჩო ქვეყნის დატოვების მსურველ საქართველოს მოქალაქეების საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით ინფორმაციას აწვდის. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყნის დატოვება ამ ეტაპზე სახმელეთო გზით ეგვიპტის ან იორდანიის გავლით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე ყველა სხვა სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტი დაკეტილია. საელჩო მოუწოდებს მოქალაქეებს გამგზავრებამდე გადაამოწმონ სასაზღვრო გამშვები პუნქტის სტატუსი. ირანში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში კი ვკითხულობთ. რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ მგზავრობისაგან ირანის ტერიტორიაზე და საჭიროების შემთხვევაში დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს ხელხაზზე. აღნიშნულია განცხადებაში. დოჰაში იმყოფებიან ქართველი ტურისტები, რომლებიც აეროპორტების გახსნამდე სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. ისინი ყვებიან, რომ მთელი ღამის განმავლობაში აფეთქებების ხმა ისმოდა. ბიძგები კი აფეთქებების ეპიცენტრიდან 30 კილომეტრის დაშორებით მყოფ სასტუმროშიც იგრძნობოდა. როგორც ირკვევა, ტურისტულ კომპანიას აქტიური კონტაქტი აქვს საქართველოს საელჩოსთან კატარში, თუმცა ტურისტებმა ამ დრომდე არ იციან, როდის დაინიშნება ფრენა საქართველოს მიმართულებით. ერთ-ერთ სასტუმროში ახლა 200-ზე მეტი ქართველი იმყოფება. მათი თქმით, ამ ეტაპზე როგორც მათ, ისე მოსახლეობას შეზღუდული აქვს საცხოვრებელი შენობის დატოვება. ახლა ვიმყოფებით დოჰაში. ადგილზე არის ძალიან დაძაბული სიტუაცია, მდგომარეობა. მე ამჟამად ვიმყოფები ოჯახით, ბავშვებით, პატარა მყავს 5 წლის, 30 კილომეტრით დაშორებით ვართ და საკმაოდ იგრძნობა ეს მთელი სასტუმრო ზანზარებს, საკმაოდ ისეთი ხმა არის. ვიცი, რომ ვიყავით 200 ქართველი ამ სასტუმროში, მაგრამ ეხლა დაგვემატა კიდე სხვები გადმოიყვანეს სხვადასხვა სასტუმროებიდან და ვიცი, რომ უფრო მეტი ვართ. საელჩო გვეუბნება, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ, რა თქმა უნდა. და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მაქსიმალურად მშვიდობიანად გაგვიყვანონ აქედან და მალე მოხდეს ეს ყველაფერი. და დღის სხვა ამბები. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ვაშინგტონში მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა. ქართულ მხარეს შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება. მივემგზავრებით ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც გვექნება შეხვედრები როგორც კონგრესში, ასევე გვექნება შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. დავესწრებით ასევე კონფერენციას, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით იმართება და ასევე შესაძლებლობა გვექნება, რომ ანალიტიკურ ცენტრებში საქართველოსსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობების შესახებ გავუმართოთ დისკუსიები. მთავარი ამოცანა არის, რომ ურთიერთობები გადაიტვირთოს. მთავარი ამოცანა არის, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის აღდგეს სტრატეგიული პარტნიორობა და არათუ აღდგეს, არამედ უფრო მეტი შინაარსითაც დაიტვირთოს ეს პარტნიორობა, ვიდრე აქამდე იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, ცდას არ დავაკლებთ და შევეცდებით, რომ ამ თემის ირგვლივ გავმართოთ დისკუსიები და საინტერესოა რა, ასე ვთქვათ, პოზიცია ექნება ამერიკულ მხარეს. თუმცა თავისთავად ის ფაქტი, რომ ეს ვიზიტი განხორციელდება და შედგება, რა თქმა უნდა, გვაძლევს იმის საფუძველს, იმის თქმის საფუძველს, რომ რაღაცა ტიპის ნაბიჯების გადადგმა უკვე შესაძლებელი გახდება. დიდი ბრიტანეთის მიერ ტელეკომპანიების იმედის და პოსტივის დასანქცირება ისევ შეფასებების თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლებისთვის კვლავ გაუგებარია ის მიზეზები, რომლითაც ბრიტანეთმა საკუთარი გადაწყვეტილება ახსნა. იმედიც და პოსტივიც ეს გახლავთ ოცნების PR სამსახური ფაქტიურად, რომლითაც ის ავრცელებს საკუთარ უტოპიურ და აი ამ თეორიებს, რომლებსაც შემდეგ აქვთ ძალიან ცუდი გავლენა ჩვენს მოსახლეობაზე, მუდმივად აი ამ თეორიების გავრცელებით და აი ამ ჰიბრიდული ომის მიმდინარეობით ოცნება ძალადობს საკუთარ მოსახლეობაზე და ამის გამო დაწესდა ის სანქციები, რაც დაწესდა. ეს ახსნა ცოტა სასაცილოა, რომ რუსთავი არ დაასანქცირეს და დაასანქცირეს პოსტივი. თუ დებატების გამო ასანქცირებენ პოსტივი რა შუაშია მაშინ? იქ ხო დებატები არ მიდიოდა. სიამდვილეში გასაგებია რატომ ასანქცირებენ. შეიძლება სწორი არ იყოს, მაგრამ აი ქართულ ოცნება თვითონ ყოფილიყო სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე. მაშინ ექნებოდა მორალური უფლება დიდი ბრიტანეთის კრიტიკის და ეხლა კიდევ უფრო მეტ
დანაშაულს ჩადის ტყვის თავისუფლების მიმართ ქართულესთან ვიდრე დიდი ბრიტანეთი. იმედზე და პოზიტივზე მიტანილი შეტევა ნიშნავს იმას, რომ ინფორმაცია, რომელთაც ისინი საზოგადოებას მიმართავენ, არ შეესაბამება იმ ტრენდს, იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც ზოგიერთ ქვეყნებს გააჩნიათ უკრაინასთან მიმართებაში, ამ ომთან მიმართებაში. რანაირი გავლენა ნებისმიერ ინფორმაციას, გინდ იმედზე გავცილდეს, გინდ პოზიტივზე, გინდ ნებისმიერ საინფორმაციო საშუალებით, CNN იქნება, Fox News იქნება, თუ BBC იქნება, არანაირი გავლენა არ შეიძლება მოახდინოს იმ საომარ პროცესებზე და მდგომარეობაზე, რომელიც დღეს უკრაინაში სუფევს. დღეიდან შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები ამოქმედა. ცვლილებების თანახმად საქართველოში უცხოელთა დასაქმება, თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის დისტანციურად უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება. ამ უფლებას კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გასცემს. პროცესი სრულად ელექტრონულია. შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით. ეს დათქმები აბსოლუტურად განსხვავებულ რეჟიმში აღენებს საქართველოში იმ ადამიანებს, იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ჩვენთან დასაქმება უნდათ. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეს პროცესი უმტკივნეულოდ წავიდეს. ნებისმიერ ადგილობრივ დამსაქმებელს, რომელსაც სურს საქართველოში უცხო ქვეყნის დასაქმება, მას უკვე უჩნდება ვალდებულება და შესაბამისად შესაძლებლობას უკვე ადგილზე არის, რომ ელექტრონული ფორმატით მოგვმართოს. კანონმდებლობა ითვალისწინებს ამას ხაზგაუსად კიდევ ერთხელ გარკვეულ საშეღავათო პერიოდებს, როგორც საქართველოში დასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში, ასევე თვითდასაქმებულ უცხოელებთან მიმართებაში. გადაწყობა ბევრ ბიზნეს მოუწევს, არ იქნება ეს ხადია მარტივი, თუმცა მეორეს მხრივ ამ გადაწყობის დროს ჩვენი მისიას ბიზნეს ასოციაციის ამ შემთხვევაში ყველა იმ შეხვედრის მიზანიც, რომელიც აქამდე გამართულა და ასე გამართება, არის სწორედ ის, რომ ინდივიდუალურად, სექტორულად ყოველი თქვათ პუნქტი, ნორმა გავიაროთ, არ იყოს ორაზროვნება, იყოს ერთიანი ხედვა. საქართველოშიც უნდა დაწესებული იყო გარკვეული, მე არ დავარქვევ ამას შეზღუდვებს, ეს არის რეგულაცია შრომის ბაზრის, რომელიც მისაღები უნდა იყოს ყოველთვის და სწორედ ამ რეგულაციის მიხედვით ჩვენ დამსაქმებლები ავაწყობთ ჩვენ საქმიანობა. ჩვენ ამისთვის ვიყავით მზად. ორდღიანმა უამინდობამ და უხმა ნალექმა პრობლემები შექმნა თბილისის ზოგიერთ რაიონში. ვაკეში 3 სამარცე კედელი ჩამოიშალა, კეკელიძის ქუჩაზე კი ფერდია ჩამოშლილი. ამ დროისათვის გამგეობამ უსაფრთხოების მიზნით ქირით 9 ოჯახი გაიყვანა. ქირით უზრუნველყოფა შესთავაზეს სხვა ოჯახებსაც. ფერდის ჩამოშლის ადგილას ასევე მოეწყო დროებითი ღობები. კედელი ასევე ჩამოიშალა ნაძალადევის რაიონშიც, სადაც დროებითი საცხოვრებლით 12 ოჯახი დაკმაყოფილდა. თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ პროცესებს აკვირდებიან და საჭიროების შემთხვევაში მზად არიან ქირით სხვა ოჯახებიც უზრუნველყონ. 3 სამარცე ჩამოიშალა კედელი, 1 სამარცე მოხდა ფერდის ჩამოშლა. ჩვენი მხრიდან კისიერი რეაგირება მოხდა 4-ვე შემთხვევაში. ერთგან მოეწყო დროებითი ღობე, სადაც საუცლებლობა იყო ჩვენ მოსახლეობას შევთავაზეთ ბინის ქირით უზრუნველყოფა, ასევე საშენი მასალით დაფინანსება. იქ სადაც ამის საშუალება არის, მოეწყობა აუცილებლად ახალი კედლები, ასევე პრობლემები შექმნა ხეების წაქცევამაც, იყო ძალიან ბევრი შემთხვევა ასეთი, თუმცა ჩვენი კონტრაქტორები და ჩვენი თანამშრომლები 24 საათის მანძილზე მზად არიან, რომ დახმარება გაუწიონ ყველა მოსახლეს. ჩვენ 1000 ლარის ფარგლებში ვთავაზობთ ყველა მოსახლეს, რომლებიც ცხოვრობენ ავარიულ ბინებში, გაყვანას ქირით. ეს ჩვენი პრიორიტეტია, როდესაც ჩვენი მოქალაქე აუცილებლად უნდა იცხოვროს უსაფრთხოდ. ასევე მერიას განვითარების ფონდს გააჩნია ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც თავაზობთ ჩვენ მწვანე კარკას კვადრატულში საცხოვრებელ ბინაში, თუმცა ამ ეტაპზე, ამ ლოკაციაზე არჩეული ყავთ ინვესტორი და ინვესტორს ესაუბრებიან მშენებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ხვალიდან დედაქალაქში უნალექვა მიწდა ტემპერატურის მატებას ელოდებიან. სინოპტიკოსების ვარაუდით დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს ნალექია მოსალოდნელი. დღის პირველ ნახევარში ნალექს ელოდებიან აღმოსავლეთ საქართველოშიც, თუმცა დღის ბოლოს მისი ინტენსივობა ქვეყანაში შემცირდება.
დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში უმეტესად თოვლის სახით, არის მაქსიმალური ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი უმეტესად თოვლის სახით, თუმცა დღის ბოლოს უკვე ნალექების ინტენსივობა მთელ საქართველოში შემცირდება და 2 მარტს მხოლოდ ზოგიერთ რაიონში შენარჩუნდება მცირე ნალექი. რაც შეეხება დედაქალაქს, 2 მარტს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ტემპერატურა მოიმატებს. დიდი მარხვის პირველ კვირას ქართული სამოციქულო მართლმადიდებლური ეკლესია ხატთაყვანისცემას აღნიშნავს. დღესვე აღინიშნება კონსტანტინოპოლის საპატრიარქო საყდრის მიერ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალისა და საპატრიარქო ტიტულის უძველესი დროიდან ცნობა და აღიარებაც. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ძალისხმევით და ქართულ მეცნიერთა თანადგომით მოხდა. თარიღთან დაკავშირებით აზე იმოწირვად ჩატარდა საამბის საკათედრო ტაძარში. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს მართლმადიდებლობის ზეიმს. ეს დღე ეძღვნება მართლმადიდებლური ხატთაყვანისცემის საბოლოო დამტკიცებას, საბოლოო გამარჯვებას ეკლესიაში, რომელიც მოხდა მე-7 მსოფლიო კრებაზე 787 წელს. და ამ კრების მამებს პასუხი უნდა გაეცათ ურთულეს შეკითხვაზე. შეიძლება თუ არა უხილავი ღმერთი გამოისახოს საღებავებით ან სხვა საშუალებებით. და აი კრების მამებმა ამ შეკითხვას დადებითად უპასუხეს. დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე იქადაგა მეუფე იაკობმაც მან მრევლს შერიგებისა და მიტევების მნიშვნელობაზე ესაუბრა. ჩვენ ვამბობთ შერიგებას და კეთილი ვინებოთ და შერიგებისკენ წავიდეთ. და შერიგებაში ვთქვი რომ იმიტომ უნდა შევიდეთ დახურულ სივრცეში და ვილაპარაკოთ რომ ძალიან ბევრი ისეთ სათქმელი იქნება რომ გარეთ რო ვილაპარაკო შეიძლება ძალიან ბევრმა ერთმანეთი მოიძულოს. და გადავწყვიტავთ კაცები ვართ, ქალბატონები ხართ და გადავწყვიტავთ და გამოვათ და გვექნება რა მშვიდობა. ქრისტეს მიერ მშვიდობა უნდა იყოს თითოეულ ჩვენთაგანთან. ერთმანეთის სუდი არ გაგვიხარდეს რა. სხვა სახელმწიფო თუ შეგვიტევს არაზუსტ არ გაიხაროთ მაგით არ შეიძლება იმიტომ რომ მე შეიძლება ბევრი რამე არ მომწონდეს თქვა მაგრამ იმის გამო რომ მე არ მომწონს ჯვარი მწერია ვინმე სანქცია უსურვო ან რაღაცა უსურვო ღმერთი და ეს თვითონ გაარკვევენ ერთმანეთს რა ერთმანეთში გაარკვევენ და ჩვენც ისე უნდა გავაკეთოთ. ჩვენ არა ვართ და დაქვემდებარებაში და არავის არ გავაბედინებთ რომ ჩვენ გვმართოს. ჩვენი ღმერთია და არ დაუშვებთ რა ვიღაცა ფუნქციონერი ვინც არ უნდა იყოს ის გვმართავდეს, კარგად გაიგოს ყველა. გრწანიში ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი დასრულდა. კურსის ფარგლებში უმცროსმა ოფიცრებმა შეისწავლეს ავიაციის, საჰაერო და თავდაცვის სისტემების საფუძვლების, ავიაციო ოპერაციების, საჰაერო თავდაცვის ოპერაციები და საბრძოლო მომზადების ორგანიზება. სწავლის პროცესი მოიცავდა როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ კომპონენტებს. კურსის ხანგრძლივობა 20 კვირა იყო. ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულებს დიპლომები გადაეცათ. ჩვენ შევითვისეთ ყველაფერი სრულყოფილად და რა თქმა უნდა მომავალში ვგეგმავ სამხედრო კარიერის გაგრძელებას ამავე გვარეობაში და მინდა რომ ჩემი წვლილი შევიტანო საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებაში. ავიაცია არის რთული გვარეობა, რომელიც მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას სიზუსტეს საქმის კეთებაში. ყველა ჩემს თანამებრძოლს უსურვებ ღირსეულ მსახურს და ღირსეულად იმ ფორმის ტარება, რომელიც ჩვენი ქვეყნის იდენტობასა და ისტორიას გამოსახავს. მათ ამ 5 თვის განმავლობაში გაიარეს ავიაციის გვარეობის საფუძვლები, ტექნიკური მიმართულება, ასევე საჰაერო თავდაცვის მიმართულებით ტექნიკური მიმართულება და როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებებით. საფეხბურთო აკადემია გონიოს პორტუგალიელი ბრუნო ფერნანდეში უხელმძღვანელებს მასთან ერთად გუნდში 2 პორტუგალიელი სპეციალისტი მუშაობს. ამასთან საფეხბურთო აკადემია მინიმუმ 1 წელი ბავშვებისთვის უფასო იქნება. ბრუნო ფერნანდეში UEFA-ს თასისა და სუპერთასის მფლობელია. ის საქართველოში საფეხბურთო მენეჯერების გეგი კიკაბიძისა და პაულო ანდრადე ფარიას რეკომენდაციით მოხვდა. პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ ნდობის და თბილი მიღებისთვის.
მიღებისთვის. საქართველოში იმიტომ ვიმყოფები, რომ გონიოს ძლიერი აკადემიის დაფუძნებაში დავეხმარო. საქართველოში ნიჭიერი ბავშვები იზრდებიან, მაგრამ საწყენია, რომ ისინი პოტენციალს ბოლომდე ვერ ავლენენ. აქ სწორედ იმიტომ ვარ, რომ ეს პრობლემა მოგვარდეს. ტაშკენტში მიმდინარე ძიუდოს გრანდსლემის დასკვნით დღეს ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა ლაშა ბექაურმა ვერცხლის медаლი მოიპოვა. ფინალში ქართველი აზერბაიჯანულ მეტოქესთან ბაზარით და იუკოთი დამარცხდა. დღესვე ტურნირს გამოეთიშნენ სხვა ქართველი ძიუდოისტები. ცნობისთვის ტაშკენტის გრანდსლემზე საქართველოს ნაკრები დღემდე მედლის გარეშე იყო. ქალი გაზაფხულის ექსპრესია ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართულ ქალმხატვართა გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიცია აჭარასა და სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ქალმხატვართა ნამუშევრებს აერთიანებს. მოწვეული მხატვრები გამოფენის პერიოდში ჩაატარებენ მასტერკლასებს ადგილობრივ ახალგაზრდა მხატვრებისთვის და მათ თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ. ექსპოზიცია 2026-28 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. პროექტი აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით ხორციელდება. ქალის თემა აერთიანებს დედობას, სასიყვარულო თემას და ბუნების და სამყაროს ჰარმონიას, იმიტომ რომ ყველაფერი განახლება ხდება გაზაფხულზე და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდი პატივია ამ გამოფენაში მონაწილეობა. რაც შეეხება ჩემს ნამუშევრებს, აქ არის სხვადასხვა წლების ნამუშევრები, მაგრამ ეხმიანება ქალის და გაზაფხულის თემას. არის ახალი ნამუშევრებიც, რომლებიც არასდროს არ ყოფილა გამოფენილი. ეს არის ქალთა გამოფენა, ქალთა შემოქმედ ქალთა გამოფენა, გაზაფხულის ექსპრესია, რომელიც ასახავს თანამედროვეობის წარჩინებული მხატვრების შემოქმედებას. ასევე ძალიან საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს გამოფენა იმოგზაურებს ევროპის სხვადასხვა ქალაქებში 2026-28 წლებში. ასეთი იყო მოამბე 6 საათზე მე გემშვიდობებით ნახვამდის.